დიდება ღმერთს, სახელითა მომისათა დაზისათა დაწმინდისა სულისათა ამენ. მე ახლა ისეთი რამე უნდა მოგიყვეთ მეგობრებო, რომელსაც რა თქმა უნდა ეს საინფორმაციო პროპაგანდისტები უცხო სპეცსამსახურებისა და არა მარტო ერთი მხარისა, არამედ ძალიან ბევრი სპეცსამსახურის ძალიან ბევრი ქვეყნებისა. ძალიან გააქტიურდნენ ახლა ჩემს წინააღმდეგ და საინფორმაციო ომი გამომიცხადეს და რადგანაც ასე წავიდა საქმე, მაშინ შევეცდები თავით დავიცვა და შევეცდები რაც შეიძლება ნელ-ნელა მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად რაც მე მოვიპოვე 8 წლის განმავლობაში რუსეთში. ეხლა დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება და არის ეს ჯგუფი საპარლამენტო კომისია დროებითი, რომელიც რომ მუშაობს და კარგად მუშაობს უყურებ, ძალიან მომწონს ეს, რომ თანმიმდევრობით მიყვებიან და აუღელვებლად და მიუხედავად ამდენი ნიაღვარისა, ცილისწამებისა და უბედურებებისა, რანაირად არ ზოგი წყევლაზის გადადის, ზოგი საბარად ძალიან დინჯად და მიზანდასახულად მიყვებიან ზოლუკიანის კომისია და თვითონ თავად ქალბატონი თეა წარმატება მინდა უსურვო მათ და ერთი პატარა ისტორიასაც შემოგაშველებთ ქალბატონო თეა და მინდა როგორც ჩვენი წესია, სვანების წესი, წმინდა გიორგის ხატზე ფიცით მოგიყვეთ, აი ამ წმინდა გიორგის ხატის ქვეშ მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც თქვენ აუცილებლად წაგადგებათ. აი ვფიცა ვარ, რომ მოვყვე ამ ხატის წინაშე ვფიცა ვარ, რომ მოვყვე მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. და ეხლა თავის ადგილზე დავდგამ ხატს და დავბრუნდები და მოგიყვებით რისი მოყოლაც მინდა. ბოდიშით. მაპატიეთ მეგობრებო, მოკლედ ისტორია ხდება 2008 წლის 2 აგვისტოს. ეხლა ძალიან ბევრმა ალბათ საბჭოთა დროინდელმა ჯარისკაცებმა იციან 2 აგვისტო რა თარიღიც არის. ეს არის სადესანტო მედესანტეების დღესასწაულია. მედესანტეების რუსეთში საბჭოთა კავშირშიც ასე იყო და მე ვინც დაცვად დამიყენეს ჩემს ოჯახსთან, მე დაცვის ქვეშ ვიყავით 2008 წლამდე, რომ რამენაირად მე ხელი არ შემეშალა სააკაშვილისთვის, რათა კოდორის ხეობა არ ჩაბარებულიყო და უმტკივნეულოდ ჩაებარა კოდორის ხეობა. ამის გამო ვიყავი დატყვევებული, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მეკცეოდნენ ძალიან კარგად, მე და ჩემს ოჯახის წევრებს უყოლას, რისთვისაც ნამდვილად მადლობა შემიძლია უთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვიყავით ჩაბარებული, ჩაგვაბარეს, ვისაც ჩაგვაბარეს და სხვათა შორის ქართველების დიდი წვლილია მაგაში, რომ ცოცხლები დავბრუნდით, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ნაწყენი ვარ მაგათი, იმიტომ რომ მე არცად წამსვლელი არ ვიყავი და დღეს შეიძლება კოდორის ხეობა ჩვენს ხელში ყოფილიყო. და რისი თქმა მინდა, ესე იგი 2008 წლის 2 აგვისტოა, მოდის ერთ-ერთი დაცვის ბიჭი და მეუბნება, მე მომმართავდნენ სახელით დავითი, იმიტომ რომ საეკლესიო სახელი დავითი მაქვს და აი ამ სახელით მომმართავდნენ. დიადია დავით, ანუ ბიძია დავითი, ვისაც რუსული ვინც არის ეს, იმათვის გადავთარგმნით ან კიდევ. ხომ იცით რომ დღეს ჩვენი დღე არისო და ჩვენი ბიჭები იკრიბებიანო მთაზე, ტბასთან. ხო და თქვენი დატოვების უფლება არ მაქვს და თუ თქვენ წამოხვალთო, მაქვს უფლება რომ წაგიყვანოთ და თუ წამომყვებითო, შემიძლია რომ ბიჭებთან ერთად აუღნიშნო დღესასწაულიო. მეც არ მithქვია უარი, რა თქმა უნდა, გავყევი და მოკლედ მოგიყვებით, არის სუფრა გაშლილი ტყეში, აი პალეოის სუფრას რო იძახიან, ჯარისკაცული და დაახლოებით 1.70-80 კაცი ზის. მესამე ჭიქაზე ერთ-ერთი მე თითქმის ყველას ვიცნობდი იქან, ვინც იყვნენ. მესამე ჭიქაზე წამოხდა ერთი დაახლოებით 38 წლამდე ახალგაზრდა
და მოითხოვა სადრეკრძოლო. სადრეკრძოლო მოითხოვა და ამბობს ასეთ რამეს. ერთი კარგი ახალი ამბავი უნდა გითხრათ ძმებო. და ამათი უფროსი ვინც არის, ჩემგან მესამე კაცად ზის, ჩემგან მარჯვენა მხარეზე და უყურებს პირდაპირ ასე თვალებში. ამ დღეებშიო მინდა მოგილოცოთ, რომ ამ დღეებშიო საქართველოშიო ორი ბაზა შევაო. და ეს უყურებს რას ლაპარაკობო? ამან უთხრა უფროსმა. კიო, ხო, ვფიცავარო, რომ ამ დღეებში ორი ბაზა შევაო და ამის სადრეკრძოლო მინდა დავლიოო და с руководствами все согласовано. Გესმით ეს რას ნიშნავს? ახლა ვინც რუსული იცის, კი მიხვდება რასაც ნიშნავს. ანუ ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეთანხმებულია. ანუ შეთანხმებულია საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რომ ბაზები შემოიყვანონ და შემოვიდნენ საქართველოში ორი ბაზა. და მე გავაკეთე ისეთი სახე, რომ თითქოს არაფერი არ გამიგია, მაგრამ უკვე ვიფიქრე, რომ ცუდადაა ჩემი საქმე. რადგან ეს მე არ უნდა გამეგონა. იმან წამოხვდა უფროსმა და რას ბოდავ შენაძირალაო. ყველას იცნობს უფრაზე ვინც ზისო? და წამოხვდა და წავიდა იქიდან ის უფროსი მაგაც. ამის მერე ვიფიქრე, რომ უკვე ძალიან ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე და უკვე ვიცი, რომ ეხლა გაითამაშებენ ბრძოლას, კოდორს ჩააბარებენ და არ არის გამორიცხული, მე წამიყვანონ და დამბრალდეს მე ის, რომ მე საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდი აფხაზების და რუსების ჯართან ერთად. ამის შიში მქონდა ყოველთვის. ავდექი და რა გავაკეთო ეხლა? ერთადერთი ისა, ეხლა შემინებით არ წავაო, რა თქმა უნდა, არ გავყვები. ესე იგი, შეუძლიათ გააკეთონ ისე, რომ სააკაშვილი სუფთად გამოიყვანონ მაგ იმიდან, რაც შეიძლება, ნაკლები ტალახით გამოიყვანონ ამ თემიდან. შეიძლება რომ მომკლან და მკვდარი დამაგდონ საცხა კოდორის მისასვლელებთან, რომ ვითომ და ქართველებთან ბრძოლაში დავიღუპე. რა გავაკეთო? არაფერი შანსი არ მაქვს, არაფრის საერთოდ და მოვიფიქრე ასეთი რაღაცა. აგერთო ცხლები არიან სხვათა შორის სულ სააკაშვილის მომხრეები მუშაობდნენ ბაზარში, სოჩის ბაზარში. სოჩაში ბაზარში ვინც კი მუშაობდა, 1-2 ადამიანის გარდა სულ ყველა იყო სააკაშვილის მომხრე. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. არავის სხვას სამუშაო ადგილს არ აძლევდნენ გარდა სააკაშვილის მომხრეებისა, ხაზს უსვამ. და დღესაც სხვათა შორის ასე ამანდა, როგორც ვიცი. ხო და თუ მომისმენთ ეხლა მანდ მომუშავეთ, მოვაჭრე ქართველები, გაიხსენეთ კარგად, რომ მოვედი თქვენთან, მივედი ბაზარში და ვთხოვე. დახმარება მომიჭირდება თქვენი. ვინც მიცნობთ, ვინც არ მიცნობთ, ემზარი ვარ კვიციანი, ასე ყველაფერი მოვყევი. ეხლა აპირებენ თქვა ამ დღეებში ომობანას, გაითამაშებენ ომობანას და კოდორის ხეობას ჩააბარებენ და დახმარება მინდა თქვენი. რა დახმარება გინდათო? ერთი რეზო ერქვა, ძალიან კარგად მახსოვს, კარებში რო შევდიოდით ბაზარში მარჯვენა მხარეზე იდგა, ყველაზე კაი ადგილას იდგა, რეზო იყო, ერთი მეგრელი იყო, მაგრამ გვარი არ მახსოვს. ხო და ის მეუბნება, რა დახმარება, ჩვენ რა შეგვიძლია, შეიძლება დაგეხმაროთო. და თან გაიცინა, რისი ჩაბარებაო, კოდორის ხეობის კი არა და სოჩასაც დაიბრუნებსო სააკაშვილიო. ამას დაინახავთ მეთქი, ეს ასე მოხდება თქო. ხო და რა გავაკეთოთო ჩვენო? ერთადერთი თხოვნა მაქვს მეთქი, რაც ისა რომ დილით თქვენთან ვიქნები თქო აქ ამოვალ. შუა დღეზე თქვენთან მოვალ. საღამოს თქვენთან მოვალ და თქვენ თვალწინ ვიქნები თქო. თუ ერთშენიერ დღეს აღმოჩნდება რომ მე აღმომაჩენენ საცხა მკვდარს კოდორის მისასვლელებთან, რომ თითქოს და ქართველებს ვებრძოდი, უბრალოდ თქვით სიმართლე, რომ მე აქ ვიყავი თქვენთან და არანაირ ბრძოლებში არ მიმიღია მონაწილეობა. სხვა არაფერი არ მჭირდება თქო. ხო და დამპირდნენ, რომ მართლაც ასე იზამდნენ. მე ყოველ დღე დილით, შუა დღეზე, საღამოს მივდიოდი იქა, სხვათა შორის იქ იყო ერთი ჩვენი ახლობელი ხარაზია კოტე, რომელიც ძალიან გვერდში მედგა, იყო იროდი,
ცხონებული კიკალიშვილი, მაგრამ იროდი გარდაცვლილია. სხვათა შორის იროდის მაგარი სააკაშვილის მომხრე იყო, ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ სააკაშვილის ჯეროდა მაინც მაგრად. და მე ბოლოს კი აგინებდა უკვე აქ თბილისში ჩამოსული უკვე ნახა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, კი აგინებდა უკვე ტელეფონზე და მე კაცხონებულმა იმის ვერ არც ენახია. ხო და რა მინდა გითხრათ ახლა? ნებისმიერ დროს მაგისი გადამოწმება შეგიძლიათ. ცოცხლები არიან ღმერთმა დიდხანს სამყოფოს იქ ბიჭები და ქალბატონები, ვინც ვაჭრობდნენ და ეხსოვებათ სულ ყველას, რომ აი ამ განცხადებით და აი ამ თხოვნით მოვედი მე მაგათთან სოჭის ბაზარში. მართლაც ძალიან გამომადგა ეს მეთოდი, როდესაც უკვე რომ კოდორი ჩააბარეს, კოდორიდან გამოსული დევნილებში იყო ერთი ქალბატონი და სხვათა შორის არ იყო შორებელი ჩემი, რომელმაც გააჟღერა ასეთი რაღაცა, რომ გვიციანიო ტანკზე პირველი იჯდაო, ტანკზე თავზე იჯდა და ისე მოდიოდა ჩემი თვალით დავინახეო. აი შეხედეთ როგორ დაემთხვა ჩემი ეჭვები და როგორ სინამდვილეში როგორ მოხდა მე ეს ყველაფერი. და კიდევ ერთი იყო ჩვენთან გამყიდველი ასეთი ნუგზარ ფანგანი, რომელიც რო გამოვიდა იქიდან გამოიქცა, მე რომ მოადგილე დამიყენეს უშიშროებიდან, ჩვენი უშიშროებიდან კოდორში და ერთმანეთი რო დააწყვეტიეს, სანამ მე არ დაუბრუნდი უკანასკნელ კოდორში 95-17 წლებში. და ძალიან ცდილობდნენ რომ მაგისი ავტორიტეტი აეწიათ, რო თითქოს და აი მაგი ომობდა და რაღაცა რატო არის ომო ახლა, როცა მე არ ვიყავი. რატო არ შეინარჩუნა კოდორის ხეობა ამდენი ძალა ყავდა. მაგრამ ეს იყო ყველაფერი ფარსი. და აი ამ ფანგანმა დაურეკა დილის 4 საათზე ჩემ ძმას, ნუგზარი ყიციანს და დილის 4 საათზე ეუბნება რომ შენი ძმაო, რაც არ უნდა მოხდეს, შუფში უნდა მოვარტყვა ტყვია, პირველი ის შემოვიდა კოდორის ხეობაშიო. აი ასე მუშაობენ მეგობრებო, ჩვენი უღირსი ნარჩენები კაკებესი. ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ჩვენი პატრიოტი ხალხის საწინააღმდეგოდ. და ასე იყო, ზურგში რო გვირტყამდნენ, რო ვიძახი ომის დროს, კოჩარაში ზურგში რო გვესროდნენ და უამრავი ადამიანი დაგვიჭრეს და მოგვიკლეს. იმიტომაც იყო, რომ ხალხი გარბოდა წინა ხაზიდან, ვერ გებულობდნენ საიდან ისვრიან და ეს პანიკა ავარდებოდა ხოლმე და პოზიციებს ტოვებდა ხალხი და გარბოდნენ. ამიტომ იყო, რომ ზურგში გვესროდნენ ეს ნაზირალა კაგებეს ნარჩენები. ხო და ამიტომ გეუბნებით, რომ გადამოწმება შეიძლება და ეხლა კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ. აი რისი შედეგი იყო ტერიტორიების გასხვისება, რისი შედეგი არის ანწუხელიძე და მასთან ერთად კიდევ ბევრი ახალგაზრდა და მარტო ანწუხელიძეს რატომღაც თქვენ აჟღერებთ და სხვა არავინ არაა თქვენთვის არაფერი, გარდა ანწუხელიძე, რატომ? იმიტომ რომ თქვენ შეგნებულად მოკალეთ ანტუხელიძე ამისთვის, რომ თქვენ მე პიარისთვის და რაღაცისთვის რომ გამოგეყენებიათ და ამიტომაც გადაუღეს რუსებმა იქ ანტუხელიძეს, იმ საცოდავ ახალგაზრდას და გადამოგცეს თქვენ იმისთვის რომ მე გეტრიალებიათ და ისა პოზები დაეჭირა გამყიდო სააკაშვილს, რომ ანტუხელიძეო აძალებდნენ რომ სააკაშვილს შეაგინეო და არ შემაგინა და ამის გულისთვის მოკლესო და თან სრემს რო აგდებს იმიდან, რა ქვია, თვალიდან ვითომ მაგრად აწუხებდა ანტუხელიძე. ეს არის ყველაფერი დაგეგმილი და შექმნილი ჩვენი მტრების მიერ და შეგნებულად ახალგაზრდები ჩაყარეს იქა. კაციშვილმა არ იცის, ადამიანმა არავინ არ იცის, როგორ ჩავარდა ანტუხელიძე და დანარჩენი ბიჭები ტყვედ. აგერ წავიკითხე მისი მეუღლის ინტერვიუ, მაშინდელი მიცემული რომ ვიღაცა იქიდან ჯარისკაცი გამოსულმა უთხრა რომ დაჭრილი იყო და ვერ გამოვიყვანეო. სად ჩანს რომ დაჭრილია ანტუხელიძე, არანაირი დაჭრილობა არ აქვს და არაფერი არ ჭირს საერთოდ, ისე მიდის ნორმალურად ჭრილობა არ აქვს არაფერი. ანუ რატომ მოიტყუილა იმ ჯარისკაცმა, რომელმაც ცოლს უთხრა რომ დაჭრილი იყო და ვერ გამოვიყვანეო. აი იქიდან უნდა დაიწყოს ძიება. უნდა გამოიძიონ რომ ვინ ჩააბარა ანტუხელიძე და რა ფორმებში ჩააბარა ანტუხელიძე მოწინააღმდეგეს. ეს არის აუცილებლად გამოსაძიებელი და ეს არ უნდათ მაგათ, იმიტომაა რომ ყაყანებენ და ჭიჭყინებენ და ქალბატონმა თეამ რომ გააჟღერა ანტუხელიძეზე, სახში უნდა იყოსო და რამბავი ატეხეს. სანამ არ იქნება სამართალი
მართლაც არ იქნება მშვიდობა სწორ სიძახიანის ბავშვები, მაგრამ მაგენი მარტო აქ პატარა წრის სამართალს ეძახიან და ეძებენ უსამართლოებს სამართლიანს ეძახიან. მართლაც ბოლომდე აღსადგენის სამართლიანობა, თორემ მართლა ვერ ვიქნებით მშვიდობიანად, იმიტომ რომ როგორი ბავშვები წამოზარდეს, ხო უყურებთ არა? ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, სამშობლო უყვართ, მაგრამ არ იციან რა არის სწორი და რა არის ტყუილი. ამაზე უნდა იმუშაოს სახელმწიფომ, აუცილებლად და განათლების სამინისტრომ. ანუ კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, ორი ბაზა შეყვავსო საქართველოშიო და ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება არის ამ ორი ბაზის შეყვანაზეო. აი ამისთვის გაითამაშეს უსვამობონა. აგერ მწერს ახლა ერთი ახალგაზრდა მომწერა და თუ საჭირო იქნება სკრინებსაც ჩაგიგდებთ. რომელიღაცა პიკაპი, თეთრი პიკაპი გააცილა რუსეთის ვერტალიოტმა გორამდე, არ ესროლა არაფერი ისე, გამობრუნებულმა ბიჭები რო იყვნენ უიარაღო ტყვია წამალის გარეშე, მაგათ თავზე დადგა, გადმოეყუდა იქიდან მიბმული მეტყვიან ფქვე და უთხრა რომ წადითო და არ ესროლა, დაინდო ეს ჯარისკაცები. ანუ ქართველებმა არ დაინდეს, ქართულმა სახელმწიფომ არ დაინდო, ქართულმა პოლიტიკოსებმა არ დაინდეს, მოსაკლავად შეყარეს იქა, მაგრამ რუსებმა დაინდეს. ეხლა გეკითხებით, ვინაა მტერი ქართველების, ვინაა ჯარისკაცების მტერი? კი ბატონო, რუსი მოწინააღმდეგე адам მტერია. მაგრამ ეს ვინც ჩაიდინა არის თუ არა მოღალატე და მტერი ერთად. ამას უნდა დავაკვირდეთ ძალიან კარგად, შემოკარგებო. და დააკვირდით აბა 2008 წელი, 2006 წელს დაიწყო 2008 წლის შედეგი რაც დაიდო. 2006 წელს კოდორში რო შემოვარდნენ. იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ეხლა გამოვლენ და რუსეთში როგორ მოხდი, თუ რუსებს ებრძოდი, ისიც არ იციან, თარიღებიც არ იციან. როდის იყო ომი, როდის დამთავრდა ომი, დამთავრებულად როდის ცნეს ომი და რამდენი წელი იყო იქიდან გასული 2006 წლამდე. რა ურთიერთობა დავამყარეთ უკვე აფხაზებთან, რამ ხელაზე შემოვირიგეთ უკვე აფხაზები უკვე აქეთ გთხოვდნენ, ერთობლივი ჯგუფები გავაკეთოთ და მოვიშოროთ საერთო ტერიტორიო აფხაზეთის ტერიტორიიდან და საქართველოს ტერიტორიიდან, იქამდე მივედით. და თვითონ ეთრითინა გივი თარგამაძემ არ თქვა, ჩვენ რო არ ყოფილიყავით, უკვე ჩახუტებული იყვნენ ერთმანეთს აფხაზები და სვანებიო. ჩახუტებული ვიყავით ერთმანეთს და იმიტომაც იყო 2 წელი ვერ შემოიყვანეთ თქვენ აფხაზების ჯარი გოდორის ხეობაში. ამიტომაც იყო ვერტალიოტით რო დაბომბეთ ჩხათისკორა, ჩემი სკოლა, რომ ვითომ რუსებმა დაბომბესო. ეგერ არის მამაო, რომელიც არის მოწმე, რომ ის თავზე იდგა ის ვერტფრენი, რომელიც რო ისროდა ჩხალთის სკოლას რო ესროდა ღამე და მე ისევ გამობრუნდა აქეთკენ თბილისისკენ. და ერთ-ერთი რო ჩამოვაგდეთ, რომ მოწმე არ ყოლოდათ. აი ასეთი გამყიდველებთან აგვაქვს საქმე, მეგობრებო, და ამიტომ ძალიან უნდა მობილიზება გვჭირდება მაგარი. ეხლა მიდის გაქანებული პროპაგანდა, გაქანებული საინფორმაციო ბრძოლა და განსაკუთრებულად აყვანილი ყავთ მიზანში თეატრი ლუკიანი და დროებითი საკომისიო კომისია და ყველა უნდა დაუდგეთ მაგათ გვერდში, აბსოლუტურად ყველა, ვისაც ქართველი გქვია და ეს ბოლომდე უნდა მივაყვანიოთ ამ ხალხს ეს გამოძიება. მადლობა დიდი ყურადღებისთვის და კარგად გაანალიზეთ ეს ჩემი ვიდეო დღევანდელი.